ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიხეილ ხადარკოვსკისა და მისი ბიზნეს პარტნიორის გასამართლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივარმა რობერტ გიბსმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. კანონის ამგვარი შერჩევითი გამოყენება ხადარკოვსკისა და ლებედევის წინააღმდეგ ძირს უთხრის რუსეთის რეპუტაციას, როგორც ქვეყნისა, რომელიც კანონის უზენაესობის განმტკიცებას ცდილობს. ნათქვამია განცხადებაში ხადარკოვსკის და ლებედევის საქმეს ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტიც. ჰილარი კლინტონის თქმით, მათი სასამართლო პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის რეპუტაციაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით. ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთში სამართლიანობის ხარისხის საკითხს ისინი მოსკოვში ურთიერთობის ყველა დონეზე წამოწევენ. იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხადარკოვსკი და ბანკ მენატეპის ექს-ხელმძღვანელი პლატონ ლებედევი ხამოვნიკის სასამართლოში დღესაც გამოცხადდნენ. არსებული ინფორმაციით დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მოწმეთა ჩვენების განხილვა და იმ მოწმეების დასახელება იგეგმება, რომლებიც ხადარკოვსკსა და ლებედევის ბრალეულობას ადასტურებენ. ადვოკატების ვარაუდით განაჩენი ახალ წლამდე გამოცხადდება. 27 დეკემბერს სასამართლო პროკურატურის ბრალდებას დაეთანხმება და საქმის ორივე მონაწილეს ხვისი ქონების მიტაცებისა და მის უკანონო ლეგალიზაციაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ვიქტორ დანილკინმა განაჩენის გამოცხადება დახურულ რეჟიმში 27 დეკემბერს დაიწყო და მისი პირველი ნაწილი წაიკითხა, რომელიც წაყენებული ბრალდების არსს შეიცავდა. ბრალდება ხადარკოვსკისა და ლებედევის იუკოსის შვილობილი კომპანიების კუთვნილი ნავთობის დატაცებასა და გაყიდული ნავთობის მიღებული თანხის დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის გათეთრებაში ედებათ. ბრალი პროკურატურა ამტკიცებს, რომ 1999 წლიდან 2003 წლის ჩათვლით მათ 218 ტონა ნავთობი დაიტაცეს.